Hello, უნეტარესობო ბატონო თეოდოროს პაპი და პატრიარქო ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა გულითადად მოგესალმებით საქართველოს საპატრიარქო სახელით თქვენ და თქვენთან ხვეპირებს. დღეს არის ისტორიული დღე და მეტად სასიხარულო დღე. ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი ალექსანდრიის პაპის საქართველოს ეკლესიაში. ჩვენი ორი ეკლესია არის უძველესი ეკლესია და დაარსებული არის მოციქულების მიერ. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ღვაწლს, რომელიც შეიტანა ეკლესიაში და მსოფლიოში ალექსანდრიის ეკლესიამ. თუნდაც წარმოიდგინოთ ასეთი დიდი მღვდელმთავრები, როგორიც იყვნენ ათანასე, კირილე და მრავალი სხვა. მეტად დიდია ღვაწლი ალექსანდრიის ბიბლიოთეკისა, ალექსანდრიის სკოლისა და დიდია ღვაწლი კლიმენტი ალექსანდრიის. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ შორის იყო ძმური და მეგობრული ურთიერთობა. მაგრამ მე მინდა განსაკუთრებით აღნიშნო ჩვენი ურთიერთობა, რომელიც განვითარდა ნიკოლოზ მეექვსის დროს და იმის შემდეგ. აი ჩვენს წინ დევს ეს ქვა, რომელიც არის საჩუქარი ნიკოლოზ მეექვსისა, როცა მე კიდევ ვიყავი მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთის. და მე დამირეკეს სოჭიდან, რომ უნეტარეს ნიკოლოზ მეექვსეს უნდა ჩამოსვლა სოხუმში და მოლოცვა ჩვენი ტაძრების. მე დავუკავშირდი მის წმინდესობას და უნეტარესობას დავით მეხუთეს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მაგრამ ის ავადმყოფობისა გამო მან ვერ შეძლო ჩამოსვლა სოხუმში და მე დამაკისრა შეხვედრა
მისი უნეტარესობის ნიკოლოზ მეექვსის. ეს იყო საოცარი შეხვედრა. მთელი სოხუმი ხვდებოდა მის უნეტარესობას. მე ვხედავდი, რამდენად უხაროდა და ცრემლს ვერ იკავებდა იგი. მე ჩაწერილი მაქვს და ინახება ჩვენს არქივში ის შეხვედრა და მისი სიტყვა, რომელიც მან წარმოსთქო. იმდენად გახარებული იყო მისი უნეტარესობა, რომ გამოთქვა სურვილი, რომ მე დავბრუნდები სოჭაში თუ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის წამოვა ჩვენთან. და ის ჩვენ წავედით სოჭაში და იქ ვიმყოფებოდი მე იქამდე, სანამ მან იგი არ წავიდა თავის სამშობლოში. იქიდან იწყება ჩვენი განსაკუთრებული მეგობრობა ალექსანდრიისა და საქართველოს საპატრიარქოებს შორის. მე მახსენდება კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი. მე ჩავიყვანე იგი ყაზბეგში, მინდოდა მეჩვენებინა ჩემი სამშობლო და ჩვენ ჩავედით დარიალის ხეობაში, საზღვარზე. ჩამოვედით მანქანებიდან და მე ვთხოვე, ეს ხდება საბჭოთა კავშირის დროს. ჩამოვედით მანქანებიდან და მე ვთხოვე მას, რომ მას დაელოცა საქართველოს საზღვრები. მან დაელოცა საქართველოს საზღვრები და თქვა, რომ ამ საზღვრებს ვერავინ ვერ დაარღვეს, იმიტომ რომ მრავალი წმინდა მოწამე ჰყავს საქართველოს ცატაშინა და ისინი იცავენ საქართველოს. და ამბობდა, რომ მე ვასრულებ მოციქულებრივ სამსახურს. და მე დღეს ვთხოვე მის უნეტარესობას თეოდოროს, პაპსა და პატრიარქს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა, რომ მან გააგრძელოს ეს მოციქულებრივი სამსახური და ხშირად იყოს ჩვენი სტუმარი. იმედი მაქვს, რომ მისი უნეტარესობა შეასრულებს ჩვენს. მისი უნეტარესობა თეოდოროსი ცნობილია როგორც უდიდესი ღვთისმეტყველი, უდიდესი საეკლესიო მოღვაწე. ჩვენ დიდად ვაფასებთ მის ავტორიტეტს ეკლესიაში. იგი წლების განმავლობაში იყო ალექსანდრიის პატრიარქის წარმომადგენელი რუსეთის ეკლესიაში და იმყოფებოდა ოდესაში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენო უნეტარესობა. ღმერთმა მოგცეთ მრავალჟამიერი სიცოცხლე, ღმერთმა დაალოცოს ალექსანდრიის უძველესი საპატრიარქო და ღმერთმა დაალოცოს ჩვენი ძმობა და მეგობრობა. მოგესალმებით თქვენო უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსს მეუფე ილიას და მაღალყოლა უსამღვდელოეს მღვდელ მთავრებს, ქრისტეს მიერ საყვარელ ძმას. მოგესალმებით ყველას, თქვენს მაღალყოლა უსამღვდელოესობას, მღვდელ მთავრებს, მონაზვნებს, ბერებს და ეკლესიის სხვა მოღვაწეებს. მივესალმები მათ აღმატებულებას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საელჩოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პატივცემულ ბატონებს და ქალბატონებს. მადლობა შევწირავთ უფალს ყოვლადწმინდა სამებას, რომელმაც ღირსი გაგვხადა, რომ საქართველოში ვიმყოფებოდეთ დღეს და თაყვანივცეთ თქვენს წმინდა ადგილებს. ამ წუთას ჩვენ ვიხსენებთ და ვფიქრობთ ქართველი ხალხის მიერ განვლილ ისტორიულ გზაზე, მის სიყვარულზე ეკლესიისა და ქრისტიანული სარწმუნოების მიმართ. დღეს მოგესალმებით და ქრისტეს მიერი სიყვარულის ამბორს გამოვხატავთ მოძმე ქრისტიანი ერის მიმართ და ვხედავთ მის ასეთსავე მომავალს.
დიდი არის ღვაწლი და მნიშვნელობა იმ ფაქტის, რომ მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა პირველ საუკუნეშივე იქადაგა ქრისტიანული სარწმუნოება საქართველოში. და შემდეგ კი კაბადოკიელმა წმინდა ნინო მოციქულთა სწორმა წაიყვანა თქვენი ხალხი ჭეშმარიტ გზაზე. მადლობა უფალს. მაგრამ ის გზა, რომელიც მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ გვასწავლა, არ არის მარტივი, ეს არის ეკლიანი სიმძიმეებით ახსავსე გზა. დიდია ღვაწლი და მნიშვნელობა მართლმადიდებლური ეკლესიისა ისტორიის მანძილზე. ამ გზას მიყვებოდა ალექსანდრიის საპატრიარქო, რომელიც დაარსა მოციქულმა მარკოზმა და რომელიც თავად ეწამა ალექსანდრიაში და არის დამაარსებელი ალექსანდრიის ეკლესიის. ალექსანდრიის ეკლესიის ღვაწლი გამფენილია თითქმის მთელი აფრიკის ტერიტორიაზე. ალექსანდრიის საპატრიარქო ავრცელებს თავის მოღვაწეობას თითქმის მთელი აფრიკის ტერიტორიაზე. ამ ღვაწლში შედის ის, რომ მოიცავს განაპირობებს ამ ღვაწლს ის, რომ გახსნილია მრავალნაირი ჰუმანიტარული დახმარების ცენტრები, სამოციქულო და საქადაგებელი სკოლები, მოსაქცევი ქრისტიანობაზე მოსაქცევი სკოლები. სწორედ აი ამ ჰუმანიტარული და ადამიანური სიყვარულის, ღვთის სიყვარულიდან გამომდინარე ადამიანებისადმი მიმართული სიყვარულის განცდით მოგმართავთ თქვენო უნეტარესობა, რადგან სწორედ თქვენც და თქვენი ეკლესიაც ამ გზაზე დადიოდით. ეს მოღვაწეობა, ამგვარი მისია ქრისტიანული ეკლესიისა და საერთოდ ქრისტიანობისა გამოსჭვივის და ჩანს მოციქულ პავლეს ეპისტოლეებში, სადაც არის საუბარი იმაზე, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი ადამიანებისა, არის ღმერთ კაცი. მინდა შევთხოვო უფალს და გისურვოთ თქვენო უნეტარესობა თქვენს და საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს მრავალჟამიერი მოღვაწეობა, ღვთივგანბრძნობილი საქმიანობა და ღვაწლი უფლის სადიდებლად. იმედი გვაქვს, ვიმედოვნებთ, რომ ამ ჩვენი მშვიდობიანი ვიზიტის შემდეგ ურთიერთობები ჩვენს ორ ეკლესიას შორის, ალექსანდრიისა და საქართველოს უძველეს საპატრიარქოებს შორის კიდევ უფრო განმტკიცდება. და ჩემი ბოლო სიტყვა, ეს მისასალმებელი სიტყვა მინდა დავასრულო მოციქულის სიტყვებით. იყარებოდეთ ურთიერთარს. ამინ. სანამ ჩამოვიდოდი თქვენო უნეტარესობა საქართველოში, მე გამოვიარე საფლავთან განსვენებული პატრიარქის ნიკოლაოზის საფლავთან. და მე ავანთე მის საფლავზე სანთელი. და მე ვუთხარი ესეთი სიტყვები, თქვენო უნეტარესობა, მე მივდივარ საქართველოში პატრიარქ ილიასთან, მის უნეტარესობასთან, მასთან, რომელიც თქვენ ასე ძალიან გიყვარდა. მას შემდეგ, რაც პატრიარქი ნიკოლოზი იყო საქართველოში, 22 წელი გავიდა. მაშინ მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ვიყავი არქიმანდრიტი. ვახლდი ერთ-ერთი ვიზიტის დროს მე საქართველოში პატრიარქ ნიკოლოზს და იმ წუთიდან მე როცა თქვენ გაგიცანით, ვიგრძენი რომ თქვენ ღვთის ადამიანი ბრძანდებით. და უფალმა ინება თქვენო უნეტარესობა, რომ დღეს მე როგორც პატრიარქი, პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა კვლავ შეგხვდეთ თქვენ. ასეთი იყო ნება ღვთისა, როგორც ამბობდა პატრიარქი პართენიოს. და მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ გააგრძელებთ გზას, რომელიც პეტრე მე-7 პატრიარქმა დაიწყო. მინდა იცოდეთ თქვენო უნეტარესობა, რომ მე დღესაც მოციქულებრივ ღვაწლს ვაგრძელებ დღე და ღამე მთელს აფრიკის ტერიტორიაზე. ფეხით დავდივარ ძირითადად, მაგრამ ღვთის სიხარული, ღვთისგან მონიჭებული მადლი და სიხარული არის ძალის მომცემი, რადგან ჩვენ სახარებას ვქადაგებთ. ჩემსთან ერთად დელეგაციაში იმყოფება მეუფე გრიგოლი, კამერონის მიტროპოლიტი ცენტრალური აფრიკის, დასავლეთ აფრიკის მიტროპოლიტი დამასკინოსი, არქიმანდრიტი ისიდოროსი და მამა გიორგი ოდესელი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში და ბატონი, რომელიც გახლავთ ალექსანდრიის საპატრიარქოს თანამშრომელი და საქართველოსა და ალექსანდრიის ეკლესიებს შორის ურთიერთობის ფონდის თავმჯდომარე. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყველანი უდიდესი სიხარულით სავსენი ჩამოვედით საქართველოში, რომ ერთად ჩავატაროთ საღვთო ლიტურგია, წიროთ ერთად და ასეთივე სიხარულით დავბრუნდეთ სამშობლოში. როგორც ევლოგია თქვენო უნეტარესობა, ჩამოვიტანეთ მოციქულ მათეს თავის ქალა. ძალიან ხშირად ამ სიწმინდეს აქვს კეთილსურნელება, რადგან არის მახარებლის თავის ქალა. Ευχαριστώ πάρα πολύ για όλα.
თქვენო უნეტარესობა, უწმინდესობა, Και με უღრმესი χαρά θα მადლობა σας περιμένω στην Αλεξάνδρεια და συγχαρούλით გელოდებით για να ალექსანდრიაში, μας ευλογήσετε რომ დაგვლოცოთ και να δείτε το δικό μας έργο εκεί. და ნახოთ ჩვენი საქმეც იქ. Ευχαριστώ, μακάρι. უღრმესი მადლობა.